რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი 29 და 30 აგვისტოს ამბროლაურში ახალ სანაპიროზე გაიმართება. გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობას 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს. 28 აგვისტოს კი რაჭის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები შესრულდება. სალომე შანშიაშვილის სიუჟეტი. რაჭა ბუნებრივი სილამაზით, კულტურით და სტუმართ მოყვარეობით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ორი დღით ქართული კულინარიის ცენტრად იქცევა. 29 და 30 აგვისტოს ამბროლაურში ახალ სანაპიროზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გემო ფესტი გაიმართება. გასტრონომიულ ფესტივალს, რომელმაც 3 წლის წინ სტარტი სწორედ რაჭაში აიღო, ადგილობრივი მზარეულები მოუთმენლად ელოდებიან. ძალიან მოხარული ვარ, რომ გემო ფესტი დაუბრუნდა რაჭას. ცნობადობა მოიმატა, სიყვარულმა მოიმატა, ურთიერთმეგობრობა მოიმატა და ჩამობრძანდით, რომ დააგემოვნოთ რაჭული კულინარია. გემო ფესტზე ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის წილ რაჭას. ამიტომაც ყველა სტუმარს ელოდება სასწაული გარემო, საოცარი კერძებით და ველოდებით იმისთვის, რომ უმასპინძლოთ და კიდევ ერთხელ შევაყვაროთ რაჭა. გემო ფესტი ზოგადად ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო ღონისძიება. გამომდინარე იქიდან, რომ რაჭაში არა მხოლოდ ბუნება, ასევე კერძებით ძალიან სახასიათო და საინტერესოა ვფიქრობ. გემოფესტის მონაწილე ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს მოუმზადებენ როგორც ტრადიციულ, ისე იშვიათ, ნაკლებად ცნობილ რაჭულ კერძებს. ამბროლაურის ახალ სანაპიროზე კვების სივრცესთან ერთად მოეწყობა სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. 13 მონაწილე ყავს ახალ გემოფესტზე რაჭაში, მათ შორის ზოგი ძველი გემოელი, იქნება ახალი კერძის წარმოდგენელი, ბევრი ახალი დაგხვდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მეწარმეები იქნებიან წარმოდგენილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი არის ის, რომ რაჭაში ტარდება, იმიტომ რომ პირველი გემოფესტი რაჭაში ჩატარდა და სხვა ემოციები არის ჩემთვის. ჩამოსული სტუმარი დააგემოვნებს რაჭული გემოების არსებულ და ახლებურ ვარიაციებს. გემოფესტის სტუმრების კომფორტული გადაადგილებისთვის 28 აგვისტოს აეროპორტების გაერთიანებამ დამატებითი ავიარეისი დანიშნა. ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი გასტრონომიულ ფესტივალს მთავარი მხარდამჭერის სტატუსით წელს პირველად შეუერთდება. აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ცდილობს რეგიონული აეროპორტების ჩართულობას ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. სწორედ აქედან გამომდინარე აეროპორტების გაერთიანება მივიღეთ გადაწყვეტილება 28 აგვისტოს დამატებითი ავიამიმოსვლა დავნიშნოთ ამბროლაურის მიმართულებით, რათა ფესტივალზე დამსწრებმა შეძლონ მარტივად და კომფორტულად სულ რაღაც 35 წუთში ამბროლაურში ჩაფრენა. განსაკუთრებული რაჭული კერძები და ღვინო, სხვადასხვა გასართობ შემეცნებითი აქტივობა და სასიამოვნო მუსიკა. 29 და 30 აგვისტოს ზაფხულის ბოლო დღეების გასატარებლად ამბროლაური საუკეთესო ადგილია.